ეხლა ზოგიერთმა ჭკვიანმა შეიძლება ასე თქვას, რომ ეს ჩვენ ყველაფერი ვიცით. არის ასეთ ხალხი. მაგრამ ის, ვინც ლაპარაკობს ვიცით, იმას უნდა კონდეს ის, რაც იცის და შეეძლოს იმის გაკეთება. ოსტორიო? აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ მოდით ისევ არ შევეჯიბროთ ერთმანეთს. ჩვენ არ გეუნებით თქვენ, ჩვენ ასე ჩვენ გვინდა, იმიტომ გვაქვს ეს ცოდნა, რომ ეს ცოდნა გვინდა გავყიდოთ. რომ თქვენ იყიდოთ, თქვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა, ბებიებმა, ბაბუებმა და ჩვენ შევქმნათ ეს კომიუნიტი და რაც თავარია სულ პოზიტივი. რა თქმა უნდა. არანაირი ნეგატივი. არავითარი ნეგატივი, არავითარი პოლიტიკა, არავითარი ის რაღაც ეს ვინც აი ამას აკეთებს, მეგობრებო, უყურეთ, ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ერთი, ძალიან სერიოზული ადამიანის ოჯახის წარმომადგენელმა ისიაგინა ჩვენს თაობას, მაგრამ აქო მისი მშობლები, თავისი მშობლები. თაობას აგინებს. და მშობელს ადიდებს. ცოტა ვერ მივხვდი ეს. და თავი გონია, რომ რაღაცას სერიოზულს იმას მოფიქრება უნდა და ეს უნდა ამოანთხიოს ადამიანს. მეგობრებო, არავის არ ჭირდება ჩვენი, რა ქვია ეს, რუსები რომ უმნიჩენია. აი ესეთი იცით რაღაც დარი ესენი აი ეს თქვენი ყავით კომუნისტები, ისინი იყვნენ, მეგობრებო, სოციალური ქსელი ეს არის თქვენი გულის და სულის და ტვინის და ინტელექტის და თქვენი გამოცდილების, გაზიარების საშუალება, რომ მიაწოდოთ, კარგი მივაწოდოთ ერთმანეთს. ოსტორია რა. ის რაც ლამაზია, ის რაც ამდენი დრო, ამდენი ენერგია გვაქვს უკვე ჩვენ თაობაზე ვლაპარაკობ და პოზიტივი ვწეროთ რა. მაგრამ არის მეორე ისა, სადაც პოზიტივი გონიათ ქება. ქებაი და რაღაცას ლაპარაკობენ, მეგობრებო, აი გეუბნებით, ასეთ ხალხისგან იყავით შორს, იმიტომ რომ ისეთი შპრიცით გაგიკეთებენ ამ ინექციას, რომ მე არ მოგშერდებათ არასდროს. ამ თემაზეც ცალკე დავწეროთ, ხო, ფსიქოლოგია, კომუნიკაციის ფსიქოლოგია, ეს ძალიან აუცილებელი და საჭირო რამაა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის.